ანუ ჩვენ ვიმყოფებით TSU-ს მე-6 კორპუსთან, სადაც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ლექტორებთან ერთად იკრიბებიან. სულ ცოტა ხანში დაიწყება მსვლელობა ქვეყნის ცენტრალური გამზირისკენ. სტუდენტები ლექტორებთან ერთად შეუერთდებიან პროტესტის მე-15 დღეს იმ საპროტესტო აქციას, რომელიც იმართება რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან და დაიცავენ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ჩვენ გავისაუბრებით ახლა სტუდენტებს, ლექტორებს, ვინც ისურვებს, რომ ღიად საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. ბატონო მახას, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ. თუ გაქვთ სურვილი, არ გინდათ, კი ბატონო. პროფესორები დგანან აქ სტუდენტებთან ერთად, ისინი ბუნებრივია საკუთარ მათი აქ დგობით, საკუთარ სათქმელს ღიად აფიქსირებენ. მე ვეცდები, რომ ახლა სტუდენტების პოზიციებიც მოგახსენოთ. სალამი. პირდაპირ ეთერში ვართ, მინდა რომ თქვენც გკითხოთ, რატომ უერთდებით დღევანდელ პროტესტს, აი რა გაქვთ სათქმელი დღეს დაიგეგმა ეს მსვლელობა, რა არის თქვენი მთავარი ბრაზის მიზეზი? იცით რა, გარდა იმისა, რაც რა ვიცი, ყველა ვაჟღერებთ ხო, ძირითადად ორ მიზეზს, რის გამოც ვარ, პირადად ჩემს პროტესტს ყოველ დღე ემატება თითოეულა მიზეზი. რა ვიცი, შემიძლია რა თქმა უნდა ჩამოვთვალო, მაგალითად სულ თავდაპირველი რაც იყო არჩევნების ხელახლა ახალ განსხვავებულ გარემოში ჩატარება, სადაც გამორიცხული იქნება დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა, კარუსელები და ყველა ის ხერხი, რაც ჩვენმა დღევანდელმა ფსევდოხეთურ, რა ვიცი, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოიყენა. პლუს ახლა უკვე უერთდებით დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით და დასჭით ყველა იმ პირისა, ვისი პასუხისგებლობაც არის ეს, ყველა რგოლის პრინციპში. და რა ვიცი, ხაი დღეს მაგალითად დღეს გუშინ ისეთ კანონებს იღებენ, რომ მხოლოდ ეგენი კმარა იმისთვის, რომ გამოვიდეთ და ქუჩაში ვიყოთ, ხო? რომ არ ვთქვათ აი იმ დიდ მიზეზებზე. აი ერთიანად რატომ გადაწყდა, რომ დღეს აი მე-6 კორპუსთან შეკრებილი ყავით სტუდენტები, ლექტორები, სოციალური და დღეს ხო პირველ უკვე რა ვიცი, მე პირად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი ვარ და იქაც პირველიდან 2 საათამდე მქონდა გავიფიცეთ, ასე ვთქვათ და მცირე მსვლელობა და ეხლაც აქაც უერთდებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემი ალმა მატერია და არ შემიძლია აქ არ ვიყო როგორც ასევე სოციოლოგი უერთდები ამ მარშსაც და აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად გავაგრძელებთ სახელოვნად სვლად, ოღონდ ისი არა ევროპისკენ. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მსხვერპლსაც გავესაუბრები სტუდენტებს. სალამი, თქვენ TSU-ს სტუდენტი ხართ ხომ? რატომ გადაწყდა, რომ აი ასე ლექტორებთან ერთად მოგეწყოთ მარში, რისი თქმა გინდათ აი ამ მსვლელობით, რომელიც იმართება დღეს? ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვხედავთ თუ საითმიდის ეს ქვეყანა ეს დაახლოებით 2022 წლიდან იწყება. მაშინ უკვე ჩვენ გარკვეული ვარაუდები გქონდა თუ საითმიდიოდა ქართული ოცნების ხელისუფლება, მათ გადაწყვიტეს 2022 წლიდან, კერძოდ როდესაც რუსეთი სრულმასშტაბიანად შეიჭრა უკრაინაში, რომ გარკვეულად საგარეო პოლიტიკის კურსი შეეცვალათ, ისინი ნელ-ნელა დისტანცირებას აკეთებდნენ დასავლურ ინსტიტუტებთან და რაღაცნაირად ავტორიტარიზმისკენ მიდიოდნენ, ამას ჩვენ ვხედავდით. შესაბამისად, ეს მოლოდინები ჰქონდა, რა მოლოდინებიც ბოლო დღეებში განხორციელდა ქვეყანაში. ერთ-ერთი გამოსავალი იყო 26 ოქტომბრის არჩევნები, თუმცა ეს არჩევნებიც მათ მოიპარეს, უბრალოდ ადამიანს რა გაქვთ სათქმელი აი ამ ყველაფრის ფონზე, რაც ვითარდება ქვეყანაში? დღეს მთავარი სათქმელი არის ის, რომ ეს კონსტიტუციური გადახვევა, რომელიც მათ განახორციელეს, ამას ეწინააღმდეგება ხალხი. უკვე 15 დღე არის მიმდინარეობს პროტესტი და ჩვენ ამ პროტესტში რა თქმა უნდა მივიღებთ მონაწილეობას, გავაგრძელებთ ამ ჩვენი მსვლელობა იქნება, სხვადასხვა აქტივობა იქნება. ხელისუფლება ამბობს, დე-ფაქტო ხელისუფლება ამბობს, რომ ეს პროტესტი არის უშინაარსო, არ აქვთ მოთხოვნები აქციის მონაწილეებს, თუმცა ძალიან მარტივი მოთხოვნა გვაქვს ჩვენ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და ასევე დაინიშნოს ხელახალი არჩევნების თარიღი, რომელიც უნდა ჩატარდეს ნეიტრალური საარჩევნო კომისიის და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში. ძალიან დიდი მადლობა. თქვენც მინდა რომ გკითხოთ დღევანდელ პროტესტზე, თქვენ სტუდენტი ბრძანდებით ხომ? გითხარით ეს სპონტანურად გადაწყვიტეთ, თქვენ დღეს თბილისში ყველა პროფესიის ადამიანი იდგა მგონი ქუჩაში, რა გინდათ ამ აქციებით თქვათ და დღევანდელი შეკრებითაც?
კი ბატონო, ვიტყვით ამამად იმას, რომ ჩვენ ვართ ყველაზე აქტიური ფაკულტეტის, ყველაზე აქტიური სტუდენტები და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არც ერთი სტუდენტი არ აპირებს შეგოს იმას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. ჩვენი გზავნილი დღეს არის ძალიან მკაფიო, სრულისრვით ევროპისკენ, არა ძალადობას და ასე შემდგომ რა. აი გიაცდებიან პროფესორებიც, ხო მე ვხედავ, რომ ძალიან ბევრი პროფესორი დგას ახლა თქვენთან ერთად. ნუ ზოგმა არის სულ ჩვენთან. საუბარით მინდა მათი დგომა ძალიან ბევრს ნიშნავს. ახლა აკაი თქვენთვის რამდენად არის სტიმულის მომცემი, უფრო სითამამის მომცემი, რომ ლექტორებიც განათლება. კი ბატონო. ის პროფესორ მასწავლებლები, რომლებიც დღეს აქ არიან, ან თუნდაც აქ მოსვლა ვერ მოახერხეს, ჩვენთვის თითოეული მათგანი ძალიან ძვირფასია, რადგან ჩვენ მათგან ვსწავლობთ არა მხოლოდ საგანს და რაღაც თეორიას, არამედ ვსწავლობთ პრაქტიკაში იმას, თუ როგორ უნდა იყო ისეთი მოქალაქე, როგორიც სწორ დროს და სწორ ადგილას სჭირდება სახელმწიფოს და შესაბამისად ჩემგან ერთი სტუდენტისგან ძალიან დიდი მადლობა მათ იმისთვის, რომ გვერდში გვიდგანან ასეთ საჭირო დროს. ძალიან დიდი მადლობა, სტუდენტები ბუნებრივია, ბედნიერები არიან იმით, რომ მათი ლექტორებიც დგანან ახალგაზრდების გვერდით. სალამი, ბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. მინდა რომ გითხოთ აი დღევანდელ მარშთან დაკავშირებით იქრიბებიან მეექვსე კორპუსთან ლექტორები, სტუდენტები, ყველა ერთად დგას და პრინციპში მე მინდა მთელი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზეც გითხოთ, მთელი დღეა პროტესტია. ყველა ქუჩაზე, ყველგან პროტესტი და არსად ორგანიზატორი. ქართული ოცნება ამბობს, რომ მალე აი საპროტესტო ტალღა შენელდებაო და თქვენ ამის თქმის საფუძველს რაიმე გაძლევთ დღევანდელი დღის შესახებ. საერთოდ ქართული ოცნება ძალიან ბევრ რაღაცას ლაპარაკობს და არაფერს არ გусმენთ საერთოდ არც არ არის საინტერესო რასაბრუნებენ ეგენია. ნუ ახლა ახალგაზრდები არიან ყველა რეალურად რაც ხდება ბოლო რა ვიცი ორ კვირაში ეს ყველა საზღვარს გადავიდა და მთელი საზოგადოება გამოსულია. აგერ ლევანიც აქ არის, ილმაც აქ არის, ყველა აგერ გუგულიც ჩვენთან არის და ყველა ჩვენთან არის პრაქტიკულად. ყველა ესე იგი თანაუგრძნობს, ყველას უნდა ევროპაში რეალურად და ყველა თანაუგრძნობს ამ მოძრაობას და ლიდერი არც არის საჭირო. საქართველოში მაინც დაბრუნდება ზვიად გამსახურდია სული და მერაბ კოსტავას სული და ის წაუძღვება ქართულ ხალხს და დანარჩენი ლიდერები რაში გჭირდება? მე მესმის რომ ლიდერი არა, უბრალოდ ქართული ოცნება ეძებს ლიდერებს. როცა აკავებენ აქციის მონაწილეებს, ეუბნებიან აი ორგანიზატორი დაგვისახელე. თუმცა ვერავინ ვერ ასახელებს, რომ ხედავთ როგორ სპონტანურად იგეგმება ეს აქციები. ყველა სფეროს ადამიანი დგას ქუჩაში დღეს. ეს აჩვენებს იმას, რომ ახლოს არის გამარჯვება თქვენი აზრით, რომ რაღაცა ის ადამიანები დანებებას არ აპირებენ, ესე ეთქობა ყოველ შემთხვევაში. არა, ჩვენ ადრე თუ გვიან აუცილებლად შევალთ ევროპაში, იმიტომ რომ თვითონ მეფე მინოსის დედა ევროპეც ქართველი იყო, რა ფინიკიელი ქართველი. მისი ცოლი პაციფა იყო, კოლხი ქალი. ჩვენ ევროპაში ვართ და ვიქნებით. ყოველთვის ამას ვერ გააჩერებს. რაც არ უნდა მონღოლი ბიზნე ჩამოვიდეს აქ. და ასე შემდეგ, არა, რეალურად ეს უკვე შემდგარი ფაქტია და ამას ვერან ვერ დაუდგება წინ და პრაქტიკულად ეხლა რა როგორ იქნება და ტაიმლაინი როგორ არის, არ ვიცით. ჩვენი ლიდერი არის ილია ჭავჭავაძე, ჩვენი ლიდერი არის ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა და ასე შემდეგ. და ეს ახალგაზრდები. ძალიან დიდი მადლობა. სალამი. პირდაპირ ეთერში ვართ, ხომ არ გვეტყვით თქვენი პროტესტის მიზეზს? რატომ ხართ დღეს აქ? რატომ? ძალიან დიდი ბოდიში. გვითხარით თქვენი პროტესტის მიზეზზე, რის გამოც მოხვედით დღეს? ყოველ დღე ამ პროტესტის მიზეზზე ვსაუბრობ სხვადასხვა ტელევიზიასთან. მე ამ სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ვარ სოციოლოგიის მიმართულებით. და ყველაზე მთავარი რატომაც ჩემი სტუდენტები და მე მონაწილეობთ ამ პროტესტებში სისტემატურად ის არის, რომ არ გვინდა დაუბრუნდეთ საბჭოური განათლების სისტემას. როცა ჩაკეტილი იყო საზღვრები, როცა არანაირ ინტერნაციონალიზაციას არ ჰქონდა ადგილი, როცა ქართული დიპლომი არსად არ იყო აღიარებული, როცა პროფესორებს და სტუდენტებს არ ჰქონდა ცოდნის განახლების საშუალება, რესურსებზე წვდომის საშუალება, როცა ლიტერატურა იყო მთლიანად პოლიტიკური ნიშნით იდეოლოგიზებული და ასე შემდეგ. ეს სისტემა ჩვენ ვცადეთ, რომ დაგვენგრია 2005 წლიდან, როცა ბოლონიის პროცესს შევუერთდით. და ეს მიღწევები თუნდაც მცირედი, თუნდაც უფრო ნორმატული ვიდრე პრაქტიკული, იმიტომ რომ უნივერსიტეტს მაინდა-მაინც არ ეჩნევა ჩვენს უნივერსიტეტად. მაინც პატარა მცირე ნაბიჯებით პროგრესისკენ მივდიოდი და უცებ ერთ დღეში გადაგვეკეტა ყველა შესაძლებლობა. ამიტომ ნამდვილად უნდა გავაპროტესტოთ და არ შევეგუოთ
უკან საბჭოურ სისტემაში, ან დახურულ, ჩაკეტილ ტოტალიტარულ სისტემაში განათლების და საერთოდ ქვეყნის დაბრუნებას. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მკაფიოდ აფიქსირებენ აქ მყოფი ადამიანების საკუთარ პოზიციას, სტუდენტებიც, ლექტორებიც ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს უკეთესი მომავალი და არ დაბრუნდეს წარსულში. შეკრება მე-6 კორპუსთან გრძელდება, თქვენ ნახეთ ჩართვის დასაწყისში რამდენი ადამიანი იყო, მოემატნენ ადამიანები, მოსულები არიან აქ პლაკატებით, წარწერებით, ბანერებით და მსვლელობა დაიწყება სულ ცოტა ხანში რუსთაველის გამზირისკენ. მადლობა ნანუკა ქაჯაიას უსმენდით ჩვენ პირდაპირ ეთერში და